მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? თქვენი ძმა მოგეს პირველად არიან სტუმრის ამ უაში ეს ორი ოქრო ადამიანი და ბუბუს არხზე მალე დაიდება ძალიან მაგარი ვიდეო, სადაც კონტეინერების ვიდეო არის და მე და პაპელას მაგრა გაგვიმართლა, შეიძლება ითქვას. აუ, მაგრად შევშ. პაპელას არხზე დაიდება თავისი ახალი მანქანის ვიდეო და ხერო გაგვოპიარ. ამ ვიდეოს უყურეთ, არხი გამოიწერეთ უბრალოდ, ჩემ ვიდეოს სიციას ბევრი უყურეს. და ჩემი არხის გენერალური სპონსორი არის ამბასადორი ბეთი. მადლობა რომ ეხმარება ვიდეოების გადაღებაში. და დღეს ვიღებთ ვინ იპოვის უფრო მეტ ძვირიან მანქანას. ნახეთ, სულ გვაქვს 8 მანქანას აპონელი და ვისი ჯამური ღირებულებაც იქნება უფრო მეტი ბიჭებო, ის არის გამარჯვებული. ხო? ხერო და პაპელ არიან ერთად, მე და შენ ვართ ერთად. ხო, და ანუ გუნდებათ. სო, 8 ყველაზე ძვირიანი. არა ხმისობა ძველი 8 ყველაზე ძვირი. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და წავიდა. შენ იყავი იდეების მომწოდებელი და მძღოლი და მე ვიქნები კოლ-ცენტრის ოპერატორი. აქედანვე ვიძახი კოლ-ცენტრების საქმე თუ გასკდა ამის ბრალი არის ყველაფერი. გიჟი მანქანით ვართ და ამიტომ აქედან შეხედე რა სილამაზია, გვერდი. ალო. და ის კარერას თემა როგორა? ჩემი დედა ვატირე იმერა ხა ერთდროულად უნდა ვნახო რავი რამოდენიმე მილიონის მანქანა. პაპელა რანაირად უნდა გვაჯობოს რა. მოკლედ 2 ადგილიან მანქანაში ვართ, ამიტომაც გადავიღებ ესე რა. ეხა ჩვენ ძმაკაც დაურეკეთ, ჩვენი ძმაკაცის ძმაკაც ყავს ძალიან მაგარი მანქანები, ეხა არ მინდა რომ დაგასპოილეროთ, მაგრამ ძალიან მაგარი მანქანები. თითო მანქანა 9 მილიონზე ნაკლები რო არ ღი. ლოტუსში მე ვიცი ერთი მანქანა. შეგვიძლია მე პატრონისას დაურეკოთ. არის განსხვავებული, ძალიან განსხვავებული მანქანა და ფასი არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ ეგაც. ფასით ვიცი. დაურეკოთ, ეგრევე პირველივე მაგას ჩავიდეთ. გამარჯობა, როგორ ახარ მეგობარო? კარგად, შენ? კარგად. всё, მე მზად ვარ მოსასვლელად მანქანის და ეხლა მივდივართ ჩვენ პირველ მანქანასთან და ნახავთ რა მანქანაა და მოდი ვნახოთ ეხლა რა შვება პაპელა და ხერო. რაც ერთვეტია და აქედან ვერ ხედავ ესე ორ სუახალია 992-2-ია. იქნება ვინმე ზის ერთი. ტურბოესია თან ეს გვაწყობს 200 პლუსი ეგრევეა. აი, მაგრამ მე პატრონი არ ზის აქ. მე რა ვიკითხოთ, ისე დგას რომ შორს არ იქნება. გამარჯობათ. შემთხვევით ეს პორშე ხო არის თვითვისია. ანუ რაღაც გვაინტერესებს და არა. ეხლა განახებთ რა მანქანასთან მოვედით რა. და თან როგორც დაკვირდით, ყველაზე განსაკუთრებული მოდელები იქნება ჩვენგან. სულ არის ესეთი 2, ხო? სულ 2. კი, საქართველოში 2 ცალიასო. ამას შეხედეთ ბიჭო. რადერსკია ხო არ გადაო. ძალიან. რა არის ამის ფასი? სავარაუდოდ არის აი 300-დან 350-მდე გააჩნია, მაგრამ ნუ ამის კიდევ არ ძნელი თორე. მოდი 350 ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ნუ აი უიშვი. ჯერ მოდი და იშოვე და მე 350 გადაიხადე, ეგ თემაა რა. ეს გაკეთებულია თავიდან ბოლო. დავქოქო ხო? ვა. აუ ნახე რა მაგარი ტიპი. რაღა უნდა ვთქვა, რავი. მოკლედ, რა ვთქვათ? ძალიან დიდი მადლობა რა. ავედით მეორე მანქანასთან, მანამდე ვნახოთ რა შვება პაპელა და ხერო. მაგალითად, თქვენ თუ მიხვედით რაღაცა მანქანასთან და ჩვენ თქვენს მერე მივედით, ჩვენ აღარ გვეცვლება იქ მანქანა. ეგ მაინც რო იცოდეთ რა. ხო, ანუ განმეორებით ვანში. აი, დასწრებაზეა, კარგად იყავი. როგორ ხარ დავით? კარგად. დიმა როგორ ხარ გამარჯობა. წინააღმდეგი ხო არ ხარ რომ გამოჩნდე ვიდეოში რა, ორი სიტყვით კითხავ, ფასი მაინტერესებს შენი მანქანის, დაახლოებით აი Bentley ესეთი რა ღირზე. ესეთი one edition-ია ვოლეთ. ხო, first edition-ია, ჰიბრიდია, 8 ცილინდრიანი. ალექსანდრე არ გაგაცანი, დავითი. ხო. ცოტა ძვირი გითხარით, ცოტა. შენ რამდენი გაგადახდილი, არ მაინტერესებს რა ღირს. 385,000 ევრო. ხო გითხარი 300 პლუს იქნება თქო და 400-მდეც მივედით რა. თან ევროზეა ხო, საუბარი. ეხა მაინც წესებში რო ჩაგვეთვალოს გაგვიღე რა, უბრალოდ შიგნით ვნახოთ რა ხდება რა. ეგალი. რა ჯანიანია? რა ლამაზი სალონია. ესეთი კუპე მაქვს გადაღებული ჩემ არხზე და ვისაც გაინტერესებთ Bentley-ის განხილვა, გადმოდით ჩემთან და უყურეთ. კი ბატონო, ეგ არის რა. შო, ჩაგვეთვალა. დრო აღარ დავკარგოთ, გილოცავ. კაი დასაწყისია. დიდი მადლობა და ეხლა წავედით ფერართან. დიდი მადლობა, იმის ფასს მითხარი რა SF-ის. იმისი 500,000 ევრო.
500.000 евро არის ეს რეალური საბაზრო ღირებულება, ხო? კი ბატონო. მე ხარ რა ვიგზენით, ჩემი M3 დაუპატარავდი. არტლა გეუნე, აქამდე დიდი გული დავდიოდი ხოლმე. ეხლა რაღაც დაპატარავებული ვარ. არა, მე გავიზარდე, იმიტომ რომ რა ფასებით თქვი 100 პლუსი გავედით ორივე მანქანაში, ანუ 200.000 უბრალოდ ზემოდან გვაქვს რა, რაც თითქმის ლიმონის თემა არის ეხლა უკვე. ფულს ვაგროვებ ჩემს არხზე თქვენთვის, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და მიყურებთ და გადმოდით არხზე, გამოიწერეთ აუცილებლად. 35,000-მდე ავიდეთ და მაგარ ვიდეოს დავდროფავ, სადაც აგიხსნით რატო ვაგროვებ ფულს. 50,000 ვაგროვებ მინიმუმ ლარში და მაქსიმუმ შეიძლება 2 მაგიც კი გამოვიდეს. აი მაგ ყველაფერს გეტყვით, გადმოდით არხზე დაევალოთ ახალ ვიდეოს. სოფლოში რამდენი წელი გამოშ 1963 წელი და ეხა გადავხდით და ვნახოთ ერთად. BMW-ს მოყვარულის ბედიო საბოლოოდ Porsche-აო, ხო ისე ეგრე დამემართა ეხა სუ Porsche-ები მიეწყო. ფერი ყოფილა. აი ესე უნდა დატოვო და დადგმე შენ ძმობას ვისავად. მოკლედ ეს Porsche ღირს 400.000. შეგვიძლია დავქოქოთ? ძალიან ლამაზი. კოკა. არ ვიცი, რავი, მე ძალიან მაინტერესებს რა უნდა გადაიღოს პაპელამ და ხერომ რო გვაჯობონ. ხო, ანუ თას თავი რო დაანებო. რა მანქანები გამოვაჩინეთ ხვდებით? რა ამაზე მაგარი, ამით რო ტრეკზე შეხვალ, რავი, რაღამ უნდა მოგცეს ამაზე მაგარი кайფი არ ვიცი, ძმაო. 750-ზე ვართ 2 მანქანაში და ეხა გადავდივართ კიდე სხვა მანქანებთან. დაელოდეთ მეგობრებო, არ გადაახვიოთ, დაწერეთ კომენტარები, წინ ძალიან მაგარი მანქანები გელოდებათ კიდე. რომელი მანქანა მოგწონთ ყველაზე მეტად საბოლოოდ, მე დაგმიწერეთ, ძალიან მაინტერესებს. წარმოგიდგანთ Ferrari-s SF90 მოდულს, რომელიც Stradales, რომელიც ფასი არის ჩვენ დაახლოებით. და სასიკეთოთ 500.000 евро. ჩემი გარ, ხო, გადავა 500.000 ევროი მანქანის წინ გავა. მე მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის plug-in ჰიბრიდი სისტემა, 8 ცილინდრიანი Ferrari-s ძრავა, რა თქმა უნდა, მაგრამ პლუს ჰიბრიდული სისტემა და ჯამში გამოიმუშავებს 991 ცხენის რაზე ძალას. გამოდიოდა ეს მანქანა, ხო? თუ არ არის? ეს არა. აბა, საიდან იქოქება? მოიწერდა. საჭიდან არის მეგონი. მოიცადე. ეს არ არის, ხო? ააგე. 500.000 евро პლუსი ჩვენ სასარგებლო და ეხლა ჭრა გაგვიკეთე ისინი რა შვებიანი. მოვედით $300,000, 310 თუ 3. მოდი 300 დავამრგვალებთ, $300,000 ღირს. 300.000 კი. როგორ თემა იცი? ანუ შეიძლება ვიღაცა 250-ში იყიდოს, მაგრამ რეალურად რა ზღირს ეგ 2025 წლის G-კლასი. ვერ ვაბიტურბო და გამოახედე ჩემ გამომწერებს ვეკითხებდი რა, მიხდება Mercedes-ი თუ შენ გამომწერებსაც დაგვიწერეთ კომენტარებში. ბიჭო, Mercedes-ი ისეთი მანქანაა, რომ მოკლედ აი ესეთი სალონია. ზაპასი ეს არის $300,000-იანი მანქანა. ხო, 300,000. ეს არის ჩვენი მესამე მანქანა, რომელიც ვიპოვეთ. რო რამე ჩვენ შეგვიძლია 8 კიდე, ანუ მთლიანობაში 9 გადავიღოთ და ყველაზე იაფიანი ამოვიღოთ. მამენტ, ხო აზრხა? მესამე მანქანაც ჩაგვეთვალა და ეხა არ გადაახვიოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ეხა მე ვდივარ. ისეთი გელოდებათ, ისეთები გელოდებათ. ესეთ მანქანები. ეს არაფერი არის, ხო იმასთან. პაპელას მხოლოდ შეიძლება სიზმარში ყავდეს ეგეთი მანქანები ნანახი. 1 2 3 რა თქმა უნდა, სპორტ პლუსში უნდა გადავრთოთ. აქედან უნდა გავხსნათ გულშიტელები ბარიდან და მაყუჩები. ბიჭო, მაგარია. აი, უფრო ძვირიანი მანქანები ხო გადავიღეთ წეგან, მაგრამ აქ სხვა აურა ტრიალებს. ბიჭო, G-class თავისი ისა აქვს მაინც. YB აქვს вообще სხვა. მაგრა დასწორებს. მე. Короче, плюс 400-ში ვართ. ბიჭო, ისე დაგვირეკეს რა, რომ ანუ გული დაწყდათ, რომ დავასწარით რა და მე მგონი წინ უნდა ვიყოთ რა. მეც ეგრე მგონია. თან წეგან $1,900,000 გავწდით. ვითხარი მეთქი, ან ყველა ზვირიანი მანქანები რა გააზრეს. ერთმანეთს ეჭვობდნენ.
100,000 ხო არ გეტყვიო თან და შენი რა უნდა გამოიწერონ ინსტაგრამი? ინსტაგრამზე დავამატეთ და მალე ჩემი ახალი YouTube არხითაც შემოგვიყვება. ბიჭო, გოგოებმა თუ ოპა, მართლა? კი, ახალი გადაცემა იქნება საქართველოში, რომელიც ჯერ არ არის ხარ გაუშვებია, რა თქმა უნდა, მანქანებთან დაკავშირებით. YouTube-ზე იძახი? მოკლედ ეხლა ისეთ მანქანებთან მოვედით, რომ აი დავხურეთ, ჩათვალეთ რა. აი მართლა დავხურეთ. აქედან კიდე ერთ პიზდეც მანქანასთან მივდივარ, ძალიან სუპერ ქართან. სპორტკარი, რავი, რა ქვია მაგას. ანუ ვეღარ ვლაპარაკობ რა, ანუ სალაპარაკო უკვე აღარაფერი აღარ დაგვჭა. ეხლა გადავიდეთ საქმეზე და პირდაპირ განახებს რა მანქანები ვიპოვეთ რა. არც შოურუმი, არც რაღაცა, არც ცენტრები. ეხლა მოვედით ხალხო Ferrari პურო სანგვე. პურო სანგვესთან. ეს მანქანა არის სასწაული სიგიჟეა. ხო და 715. ქსენსუს 715 ცხენის ძალა აქვს და ღირს $600,000. $600,000. ეს არის ჩვენი ნომერ მე-4 მანქანა. როგორც დაგკვირდით, აი ესეთი შესანიშნავ მოდელებს გაჩვენებდით. 1 და 2 რო არის საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ჩვენ გვიყვარს მანქანების ძებნა, რომლებიც ლიმიტირებულია, რომელიც ნაკლებია და რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია. ჩვენ არ ვეძებთ დღეს, მაგალითად, მე ხა BMW-ს მოყვარული ვარ, არც M5-ებს, არც CS-ებს, არც CSL-ებს, ჩვენ ვეძებთ დღეს ყველაზე ძვირიან მანქანებს საქართველოში და ეს არის მე-4, დაგველოდეთ, არ გადაახვიოთ. რამოდენიმეს ეხლა ეგრევე გაიგეთ. ძალიან ლამაზია რა. ასუყურეთ. სენსუს, შენ Mercedes-ი კი არა Ferrari გიხდება შენ. ბიჭო, რა სალონია ეს რა არის, ხო არ გადაო. გაძი მიეცა. ჩემი ხო არ ის გეხვეწები იმან უკან მიდი პეტლიჩკა ახლოს რო იყოს მიდი რაღაც მინდა კითხო და გულწრფელად მითხარი რა ეხა აი ეს Ferrari გირჩევნია თუ Nissan Juke ბიჭო ტორმოზის სისტემა არა რა ვახარ ნოდო კაროჩე მოკლედ ძალიან მოკლედ გეტყვი რა მოდი ბიჭო McLaren-ი ჩამოდის ხოლმე ხო და მაგას ვიზახი McLaren-ით რო აქ დადიხარ ყოველ დღე McLaren-ი SF90 Stradale Bentley Continental GT First Edition-ი Lotus-ი სრულელოვანი გვეყოლება. კაროჩე, ექსკლუზიურობაში იმენა ბიჭო, მეც მგონია. რომელ მანქანაზე გახსნეს ესე კარი აბა ერთ. დაურეკოთ. გადაუღეთ. ბიჭო, რა უნდა? კუჩაში რო ყავს ეს. შენი მეზობლები როგორ ვერგიტანენ, ხები? ტრეკზე რო ხარ, ანუ ეს ესე იყო რა იდეაში და წინ ხელს თუ გიშლის, ჩაკეცავ და მარტო ბრუნები გაქვს და საჭეზე ერთი ღილაკიც არა აქვს. იმენა საქმისთვის არის რა. ინგლისური შედევრია. ეხა ძალიან გაჩვენდა. ო? ეს არის მე-5 მანქანა, რომელიც ღირს $400,000, Aston Martin-ია და ეხლა გაჩვენებთ რომელი Aston Martin-ია. აი ეს სიგიჟეა ხალხო. სალონს გაჩვენებთ ეხლა. ამას უყურეთ რა ამას უყურეთ რა სალონია ხალხო. ამას შეხედეთ ბიჭო. ასი ლამაზია ხო არ გადაო. რას ფიქრობ და ეს Aston Martin საქართველოში არის ერთი და ლიმიტირებულია და მსოფლიოში არსებობს 300 ცალი რა და ერთადერთია საქართველოში რა. პაპერ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთადერთია და ეგეც შევვნახეთ.
და ეს წუხარ და 680 ცხენი აქვს, სადღაც 700 ცხენია რა და 400,000 $4 ღირს. 400,000 პლუს ჩვენი. ეს არის მეხუთე მანქანა. всё. გადავედი შემდეგს. დიდი მადლობა. საბას ფერარი მინდოდა, მაგრამ ევროპაში ყავს დაყვანილი სამწუხაროდ და შენ მანქანაზე გითხარი. Сколько стоит? 330 евро, да? 330 евро. 330 евро. არის Ferrari 800 super fast. 12 ცილინდრიანი, რო გავხსნათ თუ შეიძლება და გადავქოქოთ. შენ დაგვიქოქე. ჯერ soft limiter-ზე არ ექნება ხმა, მაგრამ რო დააგდეს აბაროც მე კაი ხმა ექნება. ცხენი რამდენი აქვს? 812 თუ 840. ტურბოა ძრავი? არა, 12 ცილინდრიანია ატმოსფერო. ძალიან კაია. შეიძლება რომ ახადო, მაგრამ კაპოტიც ვაჩვენოთ მაყურებელს. ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ სერვისი არ ჭირდება. მე რატო ვიცი ყველაფერი. 12 ცილინდრიანი უამაზე სწავი და თან ამის პლუსი რა არის, იცი? წინა საბურავებს უკან. რეალურად წინა შუა ძრავიანი მანქანაა და აი ზღაპრულად იმართება. ძრავი ხო, საკმაოდ ძალიან განთავსებული. და უამაზესია. ფერი არის ძალიან მაგარი. British Racing Green 812 super fast-ი. Top. ძალიან მაგარია. ჩაგვეთ, რამდენი ჩაგვეთვალა? 330 ევრო. მე მგონი რომ ეს ის მოდელია, თან Ferrari ხა ისე მიდის ნელა, რომ ამის პასი მაღლა წავალ. 1-2 წელს მერე ვინც უყურებს. 1-2 წელს მერე ვინც უყურებს ამ ვიდეოს ნახევარ ლიმონი ღირს. Осталось такие маленькие пробега. Все маленькие. Сколько сейчас? 4000 კილომეტრი გარბენით. евро ღირს. ეხლა თქვენ ხედავთ დოლარებში რამდენი გამოდის. და ეხლა მე დავქოქავ ამ მანქანას და მე გარედან გაჩვენებთ. ხო გითხარით, არ გადაახვიოთ თქო, ყველაზე ძვირად ღირებულ მანქანებს გაჩვენებდით და ისევ არ გადაახვიოთ, რამოდენიმე მანქანა კიდე რჩება. ეს არის მე-6 მანქანა, ხო? ჩვენ. მე-5 იყო Aston Martin. მოდი აი ეს დაიჭიდე. აი ეს. მოდი ზნაო დაგიხმარო. ეს არის შენ ცხოვრებაში ყველაზე ძვირიანი მანქანის სტარტი, რომელსაც გააკეთე. და არა მხოლოდ ჩემი ალბათ 95 არა 19%. კაი, სადაა სტარტი? სენსორია. ეს მაგას დააკეთე. და გვერდზე დროშის ვილაქს. აი გვერდზე. გულზევე აქვს დროშა. აქეთ ამხარ. და ეხა და ისევ სტარტს დააკეთე ტორბუსთან. ვაა. სასწაულია ხალხო. დაისა დავკეთოთ კარები. ამას შეხედეთ ბიჭო, ეს რა არის ბუბუ? ეს არის ის რისთვისაც ჩვენ უნდა ვიშრობოთ სულ მთელი ცხოვრება. კაროჩე, ეს რავი. დისკები ბიჭო, კარბონის დისკებია ჩემი არის მოხდა. ხო არა. კერამიკული ტორმის სისტემა, კარბონის დისკები, რავი ახლა. ლარში იასტია იქნება ხოლმე. რავი. სასწაული რაღაცა. უშტელებ რაღაცა. სასწაული. სასწაული. ხიალის ხრები გამოდიოდა. აუნა კარგი. მოკლედ Lamborghini-საც მოვადეკი. კარგად მოусმინე. ძმაო, ჩათვლილია ხო მე მგონი?
ჯერჯერობით ვასწრებთ შვიდს რა. ანუ იდეაში რვა უნდა ყოფილიყო და ერთი სერვისზეა წასულდი რა და ფიზიკურად ერთი მანქანა გამოვაგდა, რადგან სერვისზეა მანქანა პლუს ერთი მანქანით მაინც პლუსში ჩავსვამთ თუ ვერ ვიპოვეთ. ძანძვირიანი არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძანძვირიანი. შენთვის და ჩემთვის ძალიან ძვირიანია. ხო და ანუ დაზღვევის მიზნით ხალხო ჩავთვლით აი ამ Porsche Cayenne-ს ახლა. Porsche Cayenne S-ია. ახლა რო ნახოთ. всё. ეს უბრალოდ რომ ჩაგვეთვალოს რა, ანუ ყველათ რო არ გვეთქვა რომ გზაზე ნახოთ. всё, ახლა წავედით შემდეგებთან. მადლობა ირაკლის და driver stories აუცილებლად გამოიწერეთ Instagram-ზე. ამოვანათებთ, ახლა აღწერაში ლინკი იქნება თუ არა YouTube-ით. ფასი 280 კი იძახი, მაგრამ 290 დოლარში, ხო? 290 რო ვთქვათ, რეალურია, გაბუქება ხო არ მოგვივა? 290-ად ვიყიდება ეს. მორჩა. ეხა შენ ვინ დაგიკლო და ხო იქ ნაცნობები გყავს და ასე შემდეგ, ეგ სხვა საქმეა. ეხა ვთხოვოთ ირაკლის, რომ აი აქ დაილანჩო, თუ შეიძლება. ხო, და ხმა აქ მაგ დროს რა, ლანჩზე რო დგას და ჩქარდება, თორე. ანუ გაქრა, უბრალოდ გაქრა. აი 911 turbo S არის საერთო სხვა ლიგა. აი საერთო სხვაგანა 4-ვე ამძრავია და turbo S არის მოგეხსენებათ ყველაზე ჩქარი მოდელი. ესე სწორ ხაზზე, ტრეკზე უკვე RS-ი მიმართულება რა თქმა უნდა უკეთესია. არ ვიცი, ჩემი ფავორიტია რა. ძალიან მომწონს და ჩემ არხზე ფულს ვაგროვებენ თქვენ გითხარით, ახლა 911 turbo S არის ყოფა, მაგრამ კაი რაღაცებს დავატრიალებ და რა ვიცი, იმედი ამას ჩასვას ხსენსუსა ჩემ არხზე გადმოდით, გამოიწერეთ არხი და ერთად შევაგროვოთ დიდი საპრიზო ფონდი. მოკლედ, მივემართებით ახლა. მოდი შეიძლება ითქვას მერვე მანქანისკენ. ეხლა მივივართ მერვე მანქანისკენ. კი. და გზაში მივირთვევთ სვალ დოპამინს, ჩვენი ძმის ენერგეტიკულ სასმელს და რავი, აი მოკლედ ახლა მოვედით ბიჭო სუპერკარი, სპორტკარი რა, ყველაფერი ქვია, ხო? კი, როგორც დაკვირდით, ყველა მანქანა ერთმანეთზე უკეთესი და უკეთესია. ანუ ჩვენ მაქსიმუმი შევეცადეთ, რომ 8-ვე მანქანა ყოფილიყო თქვენთვის განსხვავებული და რაც მთავარია, ყველაზე ძვირია. ეხლა გაჩვენებთ მანქანას, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის. 2026 წლის Lamborghini Temerario. თქვენს წინაშე. და აი ეს ფოტო უნდა ჩაუგდო პაპელას ახლა. ამას შეხედეთ ცნობას გაფის. ეს არის მერვე მანქანა და ამის საბაზრო ღირებულება არის ხო, სპორტში უნდა გადაიყვანო. სპორტში ეს არის. ეს დროშა რო ახატია, ხო მაქედან? ხო, მაგას დააჭირეთ. ბავშვს არ შეეშინება? დააჭირე ხა დროშას? სპორტში გადაიყვანე? გადაწია სპორტში? აი ხა სპორტში მოიცა? მე ამ ძვირიან მანქანებს ვერ ვქოქავ ხალხო. Lamborghini Temerario. Temerario. Lamborghini Temerario. ეს Lamborghini არისო? ეს Lamborghini Temerario. ეს არის მერვე მანქანა, რომელიც ღირს $1000. დღევანდელი ჩელენჯს მოგებულად ვაცხადებ. აი, მოკლედ, ჩვენი ბოლო მანქანა მოვედით და ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ავტომობილი, რომელსაც კარებებიც არ აქვს. ასე რომ კარს ვერ გავაღებთ წესების თანახმად. 11 და 11. ანუ 911-დან მოვედით 311-ზე. ხო და მოდი წინგან ეს არის
მე თან მოგიყვებით რა დავაი. Lotus-ის შესახებ. ბექგრაუნდზე ჩართეთ პაპელა. Toyota-ს ძრავი აქვს, არის ძალიან მსუბუქი, დაახლოებით 900 კილომდეა. მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს რა თქმა მენა უნდა. ტრეკის მანქანაა. და არის მართლაც რომ ტრეკის მანქანა და ამ მანქანაში ვერ ჯდები, ანუ უნდა ჩახვიდე ამ ნომერი მანქანაში. შესაბამისი აი ესე. უნდა ჩახვიდე რა. ჩამოხვალ? ხო, რავი. მოდი. Passenger პრინცესობა შენ არჩიე და. წადიაკ და. მიცადე რამე არ დავაზიანოთ. მოდი, მედის. მოდი. კარები გამოვაღოთ. აი, ეხა რაც თავარია, ამის ღირებულება. ამის ჩვენ ღირებულება. ფლობელთან ფლობელთან. ხო, ანუ ცენტრებში არ მოსულაო, გვითხრეს ჩვენმა მეგობრებმა, თორე აგერ თქვენს უკან აყენია საკმაოდ ძვირიანი მოდელები, სრულად ელექტროხაზი Lotus-ის, მაგრამ 2019 წლის შემდეგ არ გამოდის, 14 ცალია გამოშვებული, სულ ეს მოდელი. ოღონდ ამ ფერში ერთადერთია, ანუ ესეთი ფერი არის ერთადერთი. სავარაუდო ფასი არის 200 ევრო. 1000 ევრო. იჯეკი. ისინი გადაობა. იჯეკი. ანუ მე მინდა გაჩვენოთ როგორი მსუბუქია ეს მანქანა. ეხა ნახე, პაპელას ტრაკი რო იდო ანუ აქ. როგორი მსუბუქია ერთი მანქანა 20 დაემატა. ბიჭო, ეხლა რა მოკლედ ეხლა ვიდეოს გავთიშავ მე ნახეთ თქვენ ბიჭო. დაერხა. მოიცა ის 2 მეტრაფუს. ბიჭო, გამოდი მოდი წავაყარო და ვიცი ორი მეტრაფუსი გადაიღე? დაუ ერთი ცოტა ხანი დავაი. ორიგან ერთი რო. უბურო გავიყვანო აუ ეხა ნუატრა აი ეგრე გადი რა მარ წადი რა ან მეორე აღარ დაგპატი დავშვიდე ერთი წუთი მოდი ერთ-ერთი ვთქვათ თითო ვთქვათ ხო, კი ბატონო. McLaren 720S 251,500 დოლარი. სო, კაი. Porsche 911 ეგ შენ ჩაწერე, ხო? კი. 964 კუზაო. ხო, 964. ხო, turbo მოდელი 3.3 315. ცხენი Sirius თითელი მანქანა გადაიღე? არა, 2 ცალია საქართველოს. 350,000 დოლარი. ბუბუმ დაიანგარიშო 3-ი რა. ხო, 350. შენი გახსოვს, ხო, მაგას ვიძახ კაცო. მეორე. დავაი. მეორე. ევრო თქვი და გადავიყვან. არა, მე გეტყვი, მაგ გადამყავს და პირდაპირ დოლარს შეუგნები რა. G73 AMG 2025 წლის მოდელი და შარშან უსოში რომ მუშაობდი, მაგ მანქანებს ყიდით 270. შარშან რაში ერთი წუთი რა ბიჭო, რა შენ არ გელაპარაკებ. ფასი თქვი რა ხარ სიტყვში რა. 270-დან 280,000 დოლარამდე ყიდით და 270 ჩავთვალოთ. მე მაგრამ მომწონსა დაძაბულობა მაგრამ ეს არის როგორ იცი? ბიჭო, იცი მოგება რო გვინდა ორივე გუნდს რა და მათყოჩი. არა, ანუ იქ მუშაობდი, აქ მამას. ბიჭო, მე ჩემ ნაპარნიკს შენ ველაპარაკებ. რამდენ შიყიდდი, ჩვენ ხო ეგ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს რა, საბაზრო ღირებულება. იქნება 300 იყიძა, რატო აკლებ? საბაზრო ღირებულება გვაქვს ეგ? 270. ჯენეზოს მანქანაზე იდა, ხო? ხო. 270. ბრაბუსის კიც და რაღაცებს არ მეორე ჩვენ 73 AMG-ს ფასს გიტყვი, იმან ბრაბუსის კიც და გავიგე და ის კიტი მერე დაყენებულია. ხო და რაღაც არ ვცვლით ხო, მაგას მაგრამ მე ვასებია. სამარეზი აკალდა, მაგრამ ვინამ ხარ. ჩვენი მე შემდეგში. ჩემი უეჭველი ეს ანუ ცალ-ცალკე აღარ მეორე მანქანა Porsche 911 ნახე ერთად რო იქ. Porsche 911 ST ატმოსფერული 4.0 2024 წლიანი 400,000 დოლარი. ოკეი. თქვენი გალშე შეიძლება მეტიც არ ვიცი 400 რა. 400 წერთ რა იტო. ბაზარი არა. რაც გითხრა პატრონმა იმას წერთ. ბაზარი არა. შემდეგი. აი, Lotus 311 აგერ რაც დგას 200 კაიყო ეგ ევრო. ევრო 230,000 დოლარი. 230. So, ჩვენი მესამე G73 G73 280,000 იტოქში 300,000 დოლარი რა ევროებში. დამიგვალებებს არა ვარ, ძმა. არა, ევროებში შენი ამბობ. G-კლასი, ჩემ G-კლასზე ძვირი რატო ღირს? პაკეტია სერიოზული. ეს პაკეტი იყო ატრონდა გითხრა, აი, მაშინ მაგ 300 ჩაუთვლი. ხო და რა რატო ეხა 300 ყიდის ეს კაცი ეხა. ხო 300 ჩაუთვლი, გეუბნები რომელ წლიანი? So, ჩათვალე. ანუ სწორი ეგრე იქნება რა. 25-იანია ეს. 25-იანი. თქვენი რომ 25-იანი იყო ჩვენი. 308, ხო, ნუ 300 რა, კაი, ევრო ჩვენ. ჩვენ 280 ევრო იყო ძმა ეგრე. ხო და იგივე მაიგრე 308 გამარა, 300 დავამგვარი. 300 ჩავწერე. დრაგზე კი არ გამოდიხარ. შენ 270
270-იანი ნახე და 300-იანი ნახე და ჩემი რატოა 270-იანო პრეტენზია ევრო. დაიკიდე 300 ჩატ. კაი. და მესამეზე ხარ თქვენ? ჩვენ მესამე ვთქვი. მესამე G კლასი იყო. კაი. Huracan V10 $350,000. აუ ბიჭო. აუ ვაწი იწყება. და ობიბედა წასულხარ. Ferrari Puro Sangue $600,000. Puro Sangue-ზე ასულან ესე. ჩვენ სადაც მივდივართ. სადახარ ძმა. დალსე მეხუთე. ჩვენ სადაც მივდიოდი. შენ რომ მიდიოდი ჩვენ აუ ჯერ მიდი თქვი. კაი, ეხლა რა უნდა გიკარნახო? მოდი ეხლა გიკარნახებ Bentley Continental V8 Hybrid, რომელიც დოლარში გამოგდის $440,000. მაგარია. ეს კარგია მართლა. ეს კარგად მაგარი. ჟირნად დავეცი. ხო, Aston Martin V12 V10 $400,000. ეგ ახალი მოინტიჯი და გააძრეს? რამდენი ჩავწერო? 400,000. აი, იგივე 400,000 შეგიძლია ჩაწერო, ოღონდ ჩვენ შემთხვევაში Ferrari 812 Superfast. ბიჭო, ეს ბოლო რაც გვაქვს რა. არა, სხვა რაღაცა ეს ქუჩაში რაც ვიპოვეთ რა. ეგ პროსტო საჩუქრად ჩავითვალე. ხო, ჩათვალე. Lamborghini, brother. გინი, Lamborghini. მე ჯინი მევასება ბავშვობიდან და მოდი მე ჯინი. ალადინი იყოს შეჭერა. აუ, ფინალი გვაქვს. ფინალი ძალიან. არა, ჯიტი თუ გავთ ფინალში. არ გვაქვს, არა, ჯიტი არ ჩვენ გექნება ფინალში და არ ჩვენ და. მე ვამბობ 570,000 Ferrari SF90 Stradale. დოლარში 570,000. ეგ ვისი მანქანა? და ევროში დავიტყო დულოს მანქანა ჩემ. 570. ხო. ოკეი. მოვისმინე. ეხლა ჩვენ ყავს აი ეს Porsche Cayenne $140,000 ბიჭო. გაგვემაზდა მე 4 მანქანა რა 140 მაგასთან. ბიჭო, გაგვემაზდა ის მანქანა. ნუ რა ვქნათ რა. რა მოხდა? გეტყვი, X მანქანა Lambo უნდა ყოფილიყო 100,000-იანი რა და ცენტრში წაუყვანია და ცენტრიდან ხარ გადავიდე. ბოდიში. ქუჩიდანვე დავიდე. Cayenne 140,000 დავამატა. 140. თქვენი ბოლო მანქანა? 290,000 992 turbo S 2025 წელს. 290. 290,000? დაწერები. ესე ხმამაღლა მითხარი, ძობას გაფიცე. Ferrari SF90 XX $2 მილიონი. ია, საქართველოშია, ბიჭო. გაჩვენე. მოდით ბიჭებო. გაჩვენე, თორე ეგ მეს მოიცა. ერთი წამი. მე სანამ აჩვენებ, მე გეტყვი ერთ რაღაცას. რომ საბას ეგ Ferrari, არ ვიცი რომ საბასი არა, უნდა გადამეღო მე და აი 2 დღით გამასწრო საბა ევროპაში. 4,590,000 გვაქვს ჩვენ. გილოცავ. არა, ეგ მაგარი გააყრით. საღო. ეს ფიქსი მაგარია. მთელი ვიდეო მე ვიძახდი რომ ზაფხულია სამწუხარო და ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც ესეთი მანქანები საშუალება. ნახევარგედან წასული მანქანები ან იტალიაშია, ან ბათუმშია მე პატრონები, ან მანჩაზე არიან და აი, ბიჭო, ჩვენთვის კი არ ვამბობ, ოთხივესთვის. ეხა ვიდეო იქნებოდა ბევრად მრავალფეროვანი, რო არ ყოფილიყო ივლისი რა. ამის თქმა არა, კიდე გადავიდეთ. თორე აი ჩვენები წავიდნენ და თქვენები აქ იყვნენ თუ მაგას კი არ კიდე გადავიდეთ. სხვა რაღაცას ვამბობ რა, ისედაც კაი მანქანები რა. ზოგჭი, ბიჭო, თქვენო სო დამშვიდით. ესეთი რაღაცები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოსწრისთვის. მე რაღაცა მოიგეჭეჭი. ბუბა, ძმა ბევრი რაღაც მაქვს მოგებული. სამივე ძალიან დიდი მადლობა. ხალხო, გამოიწერეთ ამ კარგი ადამიანების არხები, ჩემი არხის რა თქმა უნდა გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო. ჩვენს მის არხზე გამოდის ძალიან მაგარი მანქანის ვიდეო, ჩვენს მის არხზე გამოდის ძალიან მაგარი პროექტი და ხერო უბრალოდ ძმა არის. ხეროს ისეა ძალიან. უღმეს მადლობა სულ ყველას. თქვენც. კარგად.